საპარალიზებული მოძრაობა, შეჩერებული სწავლა და დაზიანებული ინფრასტრუქტურა. თოვლის სახით მოსულმა უხმანალექმა გურიის რეგიონში პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ოზურგეთში. აქ თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა. ასობით აბონენტი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. ყველა საქალაქო სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. იწმინდება როგორც ცენტრალური, ასევე სოფლებთან დამაკავშირებელი საუბნო გზები. სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებენ ენერგოპრო ჯორჯიასა და სოკარ გაზის ტექნიკური ჯგუფები. მოქალაქეების დასახმარებლად ასევე ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ინტენსიურად თოვს ჩოხატაურშიც. 17 ერთეულამდე ტექნიკა მუშაობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით. იწმინდება პირველ რიგში ცენტრალური გზები და ცენტრალური გზების შემდეგ გადავალთ უკვე შიდა საუბნო გზებზე. მინდა საზოგადოებას მოუწოდო სიმშვიდისკენ ყველა მერის წარმომადგენელი, დეპუტატი და მერიის შესაბამისი სამსახურები კავშირზეა. თითოვლობის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს ბათუმის ყველა შესაბამისი სამსახური. ზღვისპირა რეგიონში უკვე მეხუთე დღეა გადაუღებლად თოვს. თოვლმა ქალაქში სატრანსპორტო გადაადგილებას პრობლემები შეუქმნა. 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ცენტრალური და საუბნო ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები, სადაც ამ ეტაპზე 70 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკა და 700-მდე თანამშრომელია ჩართული. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით შემდეგ 2 დღის განმავლობაში შეჩერდა აღმზრდელობითი და სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. თორნიკე რიჟვაძე მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს. მნიშვნელოვანია, რომ როგორც სანაპირო ზოლში, ასევე ყველა ძირითად ქუჩაზე, ყველა ძირითად გზაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა თავის შეიკავონ გადაადგილებისგან, მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში გადაადგილდნენ და ისიც შესაბამის სატრანსპორტო საშუალებებით. ასევე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2 დღის განმავლობაში შეჩერდეს აღგზელობითი პროცესი როგორც ბაღებში, ასევე სკოლებში. უამინდობის გამო შეზღუდულ რეჟიმში ოპერირებს ბათუმის აეროპორტი, რის გამოც მესამე დღეა რეისები ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ხორციელდება. უამინდობის მიუხედავად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყველა რეისი შეუფერხებლად სრულდება. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამოსლო ბილიკის წმენდა და დამუშავება მოქალაქის საწინააღმდეგო სითხით. ასევე საჰაერო ხომალდებს გაუკეთეთ მოქალაქის საწინააღმდეგო სითხით შესაბამისი პროცედურები. დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისი შეფერხების გარეშე მუშაობს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უამინდობის გამო შეფერხებულია ოპერირება, რის გამოც რამოდენიმე რეისის გადმომისამართება მოხდა და ასევე დაგეგმილი არის ავიაკომპანია ელალის რეისი თელ-ავივის მიმართულებით. ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ მოსახლეობაზე. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. ირაკლი კობახიძემ ყველა შესაბამის სამსახურს სრული მობილიზებისკენ მოუწოდა, რათა მოსახლეობის საჭიროებები მაქსიმალურად იყოს დაკმაყოფილებული. გურიის რეგიონში იმყოფება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკა ტყემალაძე, რომელიც რეგიონში შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობა. უნდა აღინიშნოს, რომ არის თითოეულობა რამდენიმე რეგიონში და არის საჭირო ყველა უწყების სრული მობილიზება იმისათვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიის შედეგებს და ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად დაცვაზე. დღესაც არის მაქსიმალური მობილიზება, თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ მოსახლეობაზე ამ თითოეულობიდან გამომდინარე. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით მთელი საქართველოს მასშტაბით თოვლიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. ყინვა, თოვლი და ქარბუქია ნავარაუდები როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი თოვა ნარჩუნდება, ეს ეხება უფრო მეტად აჭარა გურიის რეგიონს და აგრეთვე იმერეთის სამეგრელოს მთიან რაიონებს. თოვა ზომიერი შენარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ დღის მეორე ნახევრიდან არის ხვალმოსალოდნელი უმეტეს რაიონში თოვა
და ეს თოვლი შენარჩუნდება 27 თებერვლის დღის პირველ ნახევრამდე. ზვავსაშიშროების ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პრობლემების გამო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. ტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.